ლეკებმა ქეთო პირველად დაღესტანის ერთ დიდ სოფელში გაატარეს, რომელიც კახეთის საზღვართან ძალიან ახლოს მდებარეობდა. ამ სოფელში ცხოვრობდა მდიდარი ლეკი ნაიბი. მას მორჩილებდნენ იქაური ადამიანები. Gather the men, we ride at dawn. ნაიბს ყავდა ძალიან კეთილი ცოლი. ისინი დიდი ხნის დაქორწინებულები იყვნენ, მაგრამ შვილი არ ჰყავდათ. იმ საღამოს ნაიბი და მისი ცოლი სახლთან ისხდნენ. ამ დროს გზაზე დაინახეს ორი დაღლილი ლეკი, რომლებიც სოფელში შემოდიოდნენ. ლეკებს გუდა მოჰქონდათ, საიდანაც პატარა ბავშვის სახე მოსჩანდა. ნაიბმა შეამჩნია ისინი და ჰკითხა, ვინ იყვნენ და ვინ იყო ეს ბავშვი. ლეკებს შეეშინდათ, რომ ნაიბი დასჭიდათ ბავშვის მოტაცებისთვის, ამიტომ მოატყუეს, რომ გოგონა ტყეში მარტო იტოვეს და წამოიყვანეს. პატარა ქეთო ძალიან დასუსტებული იყო. თვალებს ძლივს ხა ახელდა. ნაიბმა და მისმა ცოლმა როგორც კი გოგონა დაინახეს, მაშინვე შეიყვარეს და გადაწყვიტეს, რომ თავისთან დაეტოვებინათ. ნაიბმა ოქროთის ავსე მისცა ლეკებს და ქეთო თავის ცოლს ჩააბარა. ქალმა ბავშვი გულში ჩაიკრა და სახლში შეიყვანა. თავიდან გოგონა ყველაფერს სევდიანი თვალებით უყურებდა. ვერ ხვდებოდა სად იყო, ახსენდებოდა დედა, მამა და თავისი სოფელი. მაგრამ ნაიბი და მისი ცოლი ისეთი სიყვარულით, მოფერებით და ალერსით ექცეოდნენ ქეთოს, რომ მალე დაავიწყებინეს ძველი ცხოვრება.